მოგესალმებით თავისუფლებას ინდისის პატიმრებს, რომელთა პროცესიც ახლა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, მათ შორის ჩვენი თანაგუნდელების ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის ადვოკატთა დასკვნითი სიტყვები მოვისმინოთ ჩვენ, რაც შეეხება პაპუაშვილის ამ განცხადებას. სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყო ქართველი ხალხის პირველ რიგში ბრძოლის დამსახურების შედეგი, ის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ გქონდა და 30 წლებზე მეტია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მეტად ეხმარებოდა ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას უყრიდა საფუძველს და ეხმარებოდა ქართულ ხალხს. ქართული ოცნება აღმოჩნდა ის პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობა და დღესაც კი პაპუაშვილს ყოფნის იმისი კადნიერება, რომ ეს ყველაფერი დააბრალოს ისევ ამერიკულ მხარეს, დააბრალოს წინა ადმინისტრაციას. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ ტრამპის არჩევნების შემდეგ ამხელა მოლოდინი შეუქმნეს თავიანთი პროპაგანდისტული მანქანით. ყველაზე მეტად გაუთვითცნობიერებელ მათ ამომრჩევლებს, რა თითქოს 20 იანვრიდან ინაუგურაციის დღიდან რაღაც შეიცვლებოდა, მე რაღაც თითქოს მარტს უნდა დავვლოდებოდით და ვხედავთ, ხო, როგორი არის დღევანდელი სტატუს კვო, ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში, რომლის მიმართაც დღეს არის განსაკუთრებული, გამორჩეული ინტერესები ამერიკის შეერთებული შტატების, ხო, მთელი მსოფლიოს ყურადღებაც აქეთკენ არის მოპყრობილი, უფრო დიდი სურათის გათვალისწინებით, მათ შორის ირანის კონფლიქტის. და ვხედავთ იმას, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ჩვენმა ორმა მოძმე და მეზობელმა სახელმწიფომ შეძლო ის, რომ დაესრულებინათ ეს კონფლიქტი თავიანთი და დღეს ისინი არიან პარტნიორები, იღებენ ძალიან დიდ სარგებელს ეკონომიკურ, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოების გარანტიებს პირადად დონალდ ტრამპისგან, უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. დონალდ ტრამპი იყო ინიციატორიც და ფასილიტატორიც ორი ლიდერის, ორი სახელმწიფოს შერიგების და ვხედავთ იმ ამბიციურ პროექტს, ეგრეთ წოდებული ტრიპის პროექტს, რომელიც დონალდ ტრამპის სახელს ატარებს სომხეთთან ორმხრივ ხელშეკრულებას, როდესაც სომხეთი იღებს თავისი დერეფნისათვის ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს და დანარჩენ ტერიტორიას აზერბაიჯანის, რომელიც აკავშირებს. ამის სანაცვლოდ იღებს ძალიან დიდ სარგებელს, ვისმენდით დაოსის ფორუმზე პრეზიდენტ ალიევის განაცხადს, რომ ის პირთები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აქამდე გადიოდა, ახლა სომხეთის ტერიტორიაზე შეიძლება გავიდეს და ამის ფონზე საქართველოს სად დგას და ვისი დამსახურებით დგას. ქართული ოცნების, რომელიც დღემდე არიშურებს ამ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელიც იმედის და პოზიტივის დასანქცირების გამო ბრიტანეთის ელჩს იბარებს და ირანის ელჩის პირდაპირ მხარის შემცველი პოსტის მერე საერთოდ არანაირ რეაგირებას არ აკეთებს და აქეთ აღმოჩნდა, რომ თურმე ირანის ელჩი ითხოვდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრას. დიახ, რადგან ახსენეთ ეს სტატუსი ირანის ელჩის დღეს ვნახეთ ჩვენ ამაზე პაპუაშვილის გამოხმაურება. სწორედ პაპუაშვილმა დაადასტურა, ანუ საგარეოს განმარტება თუ არ ვცდები არ არსებობს ამაზე, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა პაპუაშვილი განმარტავს შემდეგს, რომ ყველას მიმართ ექნებოდა მას მოწოდება, რომ საქართველოში ყოფნა არ გამოეყენებინათ ერთმანეთში ურთიერთობის გასარკვევად. აი ეს იყო დღეს პაპუაშვილის განმარტება ამ ირანის ელჩის სტატუსთან დაკავშირებით და მანვე დაადასტურა, რომ აი ეს წინამუქარნარევი განცხადება ასევე იყო განხილვის საკითხი ამ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში. თქვენ ახსენეთ დასავლეთის კრიტიკა, თუმცა ამერიკის მიმართ შესული რიტორიკა სახეზეა და ნუ ფაქტია, რომ არის რაღაც გარკვეული მოლოდინის რეჟიმი, უფრო მეტ კონკრეტიკაზე არის გადასული ქართული ოცნება და ვნახოთ ამ მხრივ რას შეიძლება ველოდოთ აპრილის თვეში. გიორგი, სხვა საკითხიც მინდა მოვასწრო თემების სიმრავლიდან გამომდინარე. ეს არის საკითხები, რომელსაც ჩვენ არაულით გვერდს, როგორც ვახსენე, იგივე უფასო სასადილოების თემასთან დაკავშირებით არსებული კითხვები, ხელისუფლების ოპონენტები, როგორც ცნობილია, კავაძეს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ და ჩვენ ვახსენეთ ასევე ფასების თემა, ხო, რომელიც აი ამ კომისიების პარალელურად პირიქით თქვა კი არ იკლებს, მზარდია წინა წელთან შედარებით და ამას აჩვენებს სტატისტიკის სამსახურის უახლესი მონაცემიც. რა შეგიძლიათ, რო თქვათ ამ თემებზე? პირველ რიგში დავიწყოთ სუსის გამოძიებიდან და გუშინდელი ბრიფინგიდან. ეს არის საკითხი, რომელზეც
ჩვენი კოალიცია, ჩვენი პარტია ძლიერი საქართველო ლელო უკვე წლებია საუბრობს უფასო სასადილოების პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა არის 42,000. ჯერ კიდევ 2002 წლიდან მოყოლებული ერთი ულუფის ფასი არის გამოანგარიშებული როგორც 1 ლარად და 70 თეთრად. იმის მერე 4 წელი გავიდა, ეს ფასი და ტარიფი არ შეცვლილა, მიუხედავად ინფლაციისა, მიუხედავად ფასების ზრდისა და ბუნებრივია აქ თავიდანვე იკვეთებოდა სხვადასხვა კორუფციული სქემა, სისტემური კორუფციის ფაქტები, რომელიც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ამ სქემის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ სანამ თაცმიდის, ბრძანისის, სისმისა და ჩუღურეთის გამგეობათა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, თითქოს ეს საკითხი არავის არ ცოდნია. მაშინ, როდესაც ამაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ეთყობა დადგა კალაძის და კალაძის გუნდის ჯერი იმ რბოლასა და მანდატონში, რომელიც მიმდინარეობს ახლა ქართული ოცნების რიგებში, ხო? პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სუსის უფროსი, მინისტრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა პირები არიან მხილებულები, პასუხისგებაში მიცემულები, მილიონებზე არის აქ საუბარი და ათეულობით მილიონებზე. ეს არის ის, რაზე ჩვენ საუბრობთ, ხო, რომ ეს კორუფცია არის სისტემური. ანუ კალაძის ჯერი დადგა, ამაში რას გულისხმობთ? რომ ეს კვალი, თქვათ, ადრე თუ გვიან მივა თუ თქვენი ინფორმაციით მიდის, აი რასთან გვაქვს საქმე? ეს ამას ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ ზედმეტი მარჩიელობა რომ არ დავიწყოთ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არის ყველა უწყებას შორის ყველაზე კორუმპირებული უწყება და კახა კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კორუმპირებული თანამდებობის პირი. ის რომ ის არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, არ აუღია პასუხისმგებლობა არც ბაგაბაღებში, ბავშვებისთვის საკვების და ფულის მოპარვის საქმეზე, არ აუღია პასუხისმგებლობა ავარიული ლიფტების საქმეებზე, ხო, ამორტიზებულ კორპუსებში, რომლებიც მრავლად არის ჩვენს დედაქალაქში, არ აუღია პასუხისმგებლობა მათ შორის არც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე. აქ საუბარი იმაზე კი არა, რომ ვინმე იცოდა, ან მით უმეტეს ვინმე სურდა ბავშვის ან ვინმეს სიკვდილი. ამაზე არ არის აქ საუბარი. აქ არის საუბარი არასათანადო ზედამხედველობაზე, არაკომპეტენტურობაზე, დაუსჯელობის სინდრომზე და რისთვის არსებობს გამიჯვნა სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შორის. ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი სხვა მეტნაკლებად ნორმალურ უწყებაში ამ ქვეყანაში აიღებდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. სამართლებრივი პასუხისმგებლობა კახა კალაძეს აუცილებლად მოუწევს, როდის ამას ვნახავთ დადგება მისი ჯერი ივანიშვილის კარზე თუ რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ის დღესაც ირიდებს თავიდან ამ პასუხისმგებლობას, მარტო რაც მე მეხებაო, მხოლოდ იმაზე შემიძლია პასუხი ვაგო. ეს ნორმალურია? ამხელა ბიუჯეტის მქონე მუნიციპალიტეტს, როდესაც განმარტავ 1,5 მილიონიან დედაქალაქს რომ განმარტავ და ხარ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და ერთ-ერთი ლიდერი. ასეთი პასუხები, ასეთი აგდებული დამოკიდებულება ავლენს სწორედ ქართული ოცნების ჩამპალ სისტემას, რომლის სახეც არის მათ შორის კახა კალაძე. აი ეს არის ქართული ოცნების სახე. რაც შეეხება ფასებს, ის კომისია, რომელიც შექმნეს, თავიდანვე იყო განწირული იმისთვის, რომ გამსხდარიყო სასაპნის ბუშტივით. ჩვენი ქვეყანა არ არის საბჭოთა ეკონომიკის მქონე. ქართული ოცნება არის საბჭოთა მენტალობის და მათი ინდეური მემკვიდრე. ოღონდ ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში ვცხოვრობთ და ანუ ხელოვნური პროცესი, თქვათ, ფასების დაწევის შეუძლებლად მოჩანს, ხო? სხვათა შორის აი მიმდინარე არის გიორგის და მარკეტების რაოდენობას, ეს არის სისულელე. სხვათა შორის მიმდინარეა ეს ხტომა, ეხლა დავკითხულობ, რომ აი ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ კომისიის თავმჯდომარეს, რომ შეატყობინოს, ანუ სხვა შტოს ლიდერს, კობახიძეზე ალაპარაკი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, რომ არაფერი გამოდის ამ კომისიის მუშაობის შედეგად, იმიტომ რომ ყველა სეგმენტის წარმომადგენელი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც არ გამოვა გაიაფება და პირიქით ხო საპირისპირო სურათს ხედავთ ჩვენ. რისი გაიაფებაც არის შესაძლებელი, ამაზე ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელო საუბრობდით მაგალითად გაზრდილ საწვავის ფასებზე, რომელიც ბუნებრივია, რომ სოფლიო
ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორებით არის შეიძლება გაზრდილი. შესაძლებელი არის როგორც დროებითი ღონისძიება გამოიყენონ მაგალითად აქციზის გადასახადის განულება ან შემცირება. დენის ტარიფი რომ ძვირდება სიმბოლური არის და ცინიკურიც ალბათ ამ კომისიის დასრულების ჟამს ეს რა არ გამოიწვევს სურსათზე და მედიკამენტებზე და მომსახურებაზე ფასების ზრდას ვისწატყუებენ ძალიან საინტერესოა აქაც შესაძლებელი იქნებოდა თუნდაც ყველაზე გაჭირვებული სეგმენტისთვის რომელთა რაოდენობაც რიცხოვნობა ძალიან ბევრია სამწუხაროდ მადლობა ქვეყანაში მათთვის სუბსიდირება მოეხდინათ როგორც დროებითი ინტერვენციები ამის ნაცვლად საუბრობენ იმაზე რომ თურმე ამერიკელები ვერ დააინტერესეს ანაკლიაში ინვესტირებით როდესაც მათ ჩააგდეს ანაკლია ამდენი წელი არაფერი გაუკეთებიათ არაშენებენ არაფერს ჩამოსული იყო რამდენიმე დღით კი ბატონო ესეც თქვა ანდრეული და თავისი თვალით ნახა რომ იქ არის სრულიად დაცარიელებული ყველაფერი ეს ყველაფერი ძალიან მალე გასკდება და ძალიან ცუდად მოგვიდა ისევ ქართულ ოცნებად